ეს ნიშნავს გმირებს მათ თავგანწირვას ქვეყნის წარსულს მიაყენოს შეურაცხყოფა. ზესტაფონელი მალხაზ ქოჩიაშვილი არაერთი მოქალაქის პოზიციას ახმოვანებს 9 აპრილის სახელობის სკვერში დაწყებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს. არის ეს სრული პროფესიული უვიცობის, სრული უპასუხისმგებლობის და ყველაზე მთავარია უზნეობის კლასიკური მაგალითი, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიაში დარჩება როგორც ერთ-ერთი სამორცხვინო ფურცელი და ამინა მხედავ ერთადერთ გამოსავალს. ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, უნდა დაჯდნენ, მოახდინონ მისი დენონსირება, შემდეგ გამოვიდნენ საზოგადოების წინაშე, მოიხადონ საჯაროდ ბოდიში იმ გმირების მიმართ, რომელთა მემორიალია აქა და ეს სკვერი მთლიანად მათ ეკუთვნოდა მათ სახელს და შემდეგ იპოვონ ადგილი იმის ასაშენებლად, რასაც აქ რაღაცას არქმევენ, ის კიდე სხვა საკითხია და ააშენონ იქ, სადაც უნდა აშენდეს და არა აქ. ეს ნიშნავს იმას, მთელ ჩვენ წარსულს, დღევანდელს და მომავალს მიაყენო უაღრესად ღრმა და გამოუსწორებელი შეურაცხყოფა. სხვანაირი შეფასება შეუძლებელია. ამის გადაჭარბება ჩათვლა კიდე ჩემი სიტყვების არის ასევე შეუძლებელი. არ არსებობს არავითარი არგუმენტი, არანაირი არგუმენტი ამ სკვერის ასე დამახინჯების. ეს ნიშნავს ჯვარს მხარი მოაჭრა და ჯვარი არიო იძახო, არწივს ფრთა მოაჭრა და არწივიაო უძახო. ეს არის შეურაცხყოფა ყველაფერს და ყველაფერს არ ვიცი რა სიტყვებით მე არ მიკმარა სიტყვები იმისთვის რომ გამოვხატო ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება. კიდევ ვიმეორებ, უნდა მოხდეს ამ მშენებლობის შეჩერება და სხვაგან გადატანა. მსგავსი განწყობებია სოციალურ ქსელშიც. არის უნიკალური ზესტაფონის სტელა, რომელიც ასახავს ბევრ რაღაცას. ყველა ქალაქს აქვს თავისი ინდივიდუალური, ეს არის ზესტაფონის, აქ არის მედია, ბატონო ჩემო. კიდე რაღაც არის ბევრი ისეთი ნიუანსია, რაც მარტო ამ ქალაქს აქვს და ამ ქალაქის ზოგადად ეს ხო ამის. ბატონო შემოული ამ გვერდს. წმინდანინო, ეს წმინდანები და მეომრები და სახავს ამ ქალაქის ისტორიული ნაწილია რა. ჩვენი ულამაზესი ბარელიეფი ჩეხეთი შესრულებული. აგერ ბატონო ჩემო მზე აყვავებული, აგერ ფეროს ხალხი ბატონო ჩემო და ჰოპ აქ შენდება რაღაცა სასწაული 9 აპრილის მემორიალი და აქ შენდება ანუ სტელის წინ ნახევარზე ავიც რამდენად გადაწყვეტილება რამდენად სწორად აქ მიღებული პროექტა მაგრამ პირდაპირ აი იქითა ნაწილს ჩამოეფარება რაღაცა სასწაული რაღაცა როგორც ამიხსნეს ჰაბი რაღაცა ახალგაზრდული სკვერში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც. ვინმე არ გაიგოს ისე რომ ახალგაზრდული ჰაბის ან ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილის წინააღმდეგი ვარ პირიქით, როდესაც საკრებულოზე ამოვიდა აღნიშნული საკითხი, რომ თანადაფინანსებით მუნიციპალიტეტს უნდა გაეკეთებინა ახალგაზრდებისთვის აი ეს ჰაბი, ოღონდ ჩვენი კითხვა იყო სად უნდა განხორციელებულიყო აღნიშნული პროექტი, მივიღეთ პასუხი, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, აი სადაც სანაპიროზე მდებარეობს და მივესალმეთ კიდევაც და რაზეა საუბარი ახალგაზრდებს ნამდვილად ჭირდებათ ამ ქალაქში ერთი ისეთი შენობა, სადაც მივლენ და საკუთარ აზრებს გაცვლიან ერთმანეთში, მაგრამ ვის მოუვიდა აზრად, რომ შეეცვალა აღნიშნული ტერიტორია და 9 აპრილის სკვერში, იმ სკვერში, რისთვისაც ქართველმა ხალხმა სისხლი დაღვარა და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და მათი იყო ეს მათი ანუ მოსაგონრათი არის ეს სკვერი გაკეთებული რაიონში, ეს ჩემთვის დღემდე უცნობია, მიუხედავად კითხვების დასმისა ვერ მივიღეთ პასუხი, ვისი გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ ჰაბის გაკეთება და მე მაგალითად პირადად დღეს არც გამიკვირდება, რომ 9 აპრილს და მის მონაპოვარს
ახლანდელი ხელისუფლება პატივს არცემს, იმიტომ რომ მათთვის ტვირთია გაიხსენონ გინდ 9 აპრილი, გინდ დღეს 31 მარტია. ეს გაიხსენონ ყველაფერი, ეს არის მათთვის ტვირთი. ცნობილია საზოგადოებისთვის საით მიაქანებენ ამ ქვეყანას და ალბათ წარსულს უნდათ ჩააბარონ და ჩვენი მეხსიერებიდან და საზოგადოების მეხსიერებიდან წაშალონ ეს 9 აპრილი. უპატივცემულობა გამოიჩინეს როგორც ქალაქის მიმართ, ასევე იმ 9 აპრილის გარდაცვლილების, იმ გმირების მიმართ და გაყვეს სკვერი შუაზე და დაიწყეს რაღაც ჰაბის მშენებლობა. ისიც არ ვიცით, ჰაბი კეთება თუ რა კეთება, ოდესაც კეთდება რაიმე, უნდა იყოს ბანერი გაკეთებული, ვინ არის დამკვეთი, ვინ არის შემსრულებელი და საკეთება უნდა იყოს რა კეთდება და რა ხდება, მაგრამ ამათ ესეც არა გაკეთებული და ესენი არიან მოსულები ზესტაფონის დასაქცევად. და ზესტაფონის იერსახის დასახმახინჯებლად და სულ რაღაც დარჩათ კიდე რამოდენივე თვე და გაუშვოთ მათ პოლიტიკურ მოუსწავლეთში და აი დაღი რას დაასვეს ზესტაფონს მათ ყველაფერზე პასუხს აგებენ. რო შევხედოთ ეხლა ამას რას გავს? რას გავს უბრალოდ სკვერი აი ნებისმიერ ადამიანს ზესტაფონეს თავი დამონებ ნებისმიერ ადამიანს ვინც კი შეხედავს აი ამას გული მოუკვდება. გავარკვიეთ, რომ 9 აპრილის სკვერში ახალგაზრდულ ჰაბს სამშენებლო ორგანიზაცია იმერეთი აშენებს. დაგვიდასტურეს, რომ 2 სართულიანი 320 კვადრატული მეტრი ფართი შენობა სკვერში არსებულ დეკორატიული პანოს ნაწილს დაფარავს. ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა გვითხრეს, რომ ნებართვა მშენებლობაზე, როგორც წესი მერიამ გასცა, რომელიც დონორ ორგანიზაციასთან ერთად ჰაბის თანადამფინანსებელია. მადლობა მასწავლებელო, სკოლამდელი განათლების სისტემაში მოქმედ პედაგოგებს მუზეუმების გაერთიანებამ საგანგებო ღონისძიება მიუძღვნა. ასევე გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სკოლამდელი სექტორის განვითარების საქმეში. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, რომლებმაც საინტერესო მხატვრული ნომრები მიუძღვნეს მასწავლებლებს, რომლებიც პროფესიაში არიან და პატივისცემას იმსახურებენ. ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. სტუმარ მასპინძლობა მუზეუმისათვის არ ახალია. ჩვენთან ძალიან ხშირად არიან საჯარო სკოლის პედაგოგები, ღვაწლმოსილი და თვალსაჩინო ადამიანები და წელს ამ ულამაზესი გაზაფხულის შემობრძანებას დავამთხვიეთ საბავშვო ბაღის პედაგოგთა მოწვევა, რადგან ჩვენი თვალსაწიერის მიღმა არ დარჩენილი იყვნენ ისინი, რადგან სწორედ ისინი გახლავან ის პიროვნებები, რომლებთანაც ატარები პირველ ნაბიჯებს დგავენ. სწორედ ისინი აზიარებენ ატარებს პირველად ლექსის, სიმღერისა და ცეკვის ხიბლს. ამისათვის ძალიან დიდი სიყვარულით პატივისცემას გამოვხატავთ ჩვენ მუზეუმების გაერთიანება მათ მიმართ და უდიდეს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისა და უდიდესი პასუხისმგებლობისათვის. დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეული ყავს ბაღების გაერთიანების ღვაწლმოსილი პედაგოგები. დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან მნიშვნელოვანი სფეროს წარმომადგენლები არიან, უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ მათგანს. მშობლები ანდობენ ყველაზე ძვირფას განს, მათ რაც გააჩნიათ თავიანთ შვილებს და ისინიც მთელი სულითა და გულით და მთელი სიტყვით და სიყვარულით ზრუნავენ ამ ბავშვებზე და ყველანაირად ცდილობენ რომ სრულფასოვან და სრულყოფილ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ჩვენ გვინდა მოვეფეროთ, მადლობა გადავუხადოთ გაწეული შრომისათვის და ვუსურვოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა. მუდამ ეხაროთ თავიანთი აღზრდილების მიღწევებითა და წარმატებებით. მადლიერების გრძნობით ვარ შეპყრობილი, მადლობას ვუხდი მუზეუმის თანამშრომლებს, რომ ითანამშრომლეს ჩვენთან, ჩვენც თანხმობა განუცხადეთ და დღეს ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. ყველამდელი აღზრდა და განათლება პრიორიტეტულია.